გერმანული სტილით აშენებული ვერანდებიანი სახლები, ვიწრო ქუჩები და არქიტექტურა, რომელიც საქართველოში გერმანელი კოლონისტების ცხოვრების თითქმის ერთ საუკუნოვან ისტორიას ინახავს. ადგილობრივი ხელისუფლების სამხარეო ადმინისტრაციისა და გერმანიის საელჩოს ინიციატივით სოფელში საუკუნის პროექტი იწყება. ასურეთის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური საინიციატივო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც პროექტის დეტალებზე იმუშავებს. გერმანიის საელჩო და გერმანიის მთავრობა, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ ძველი იერსახე მიეცეს ამ სოფლის ძველ ნაწილს, სადაც ლუთერანული ეკლესია და ძველი შენობა ნაგებობები არიან გათოცებული და აღნიშნული რეგიონისთვის, რაიონისთვის და მთლიანად რეგიონისთვის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ სოფლის განვითარება. ვფიქრობთ ამ სოფლის აღორძინებას. სოფელი გამოირჩევა თავის როგორც გერმანული არქიტექტურით, ასევე თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით. ჩვენი სურვილია რომ აღორძინოთ ეს სოფელი. ამ სოფლის აღორძინება კიდევ ერთი დასტური იქნება გერმანული და ქართველი ხალხის მეგობრობის. განვიხილოთ რანაირი შესაძლებლობა არსებობს რამდენად რეალისტურად და როგორ უნდა ეს გავაკეთოთ, რომ ეს არ არის ყველა მხარესთვის, ეს რომ ეკონომიკის განვითარების, ასე ბიზნესის საქმესთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხარესთვის, რომ ეს ყველა მხარე გათვალისწინებოდა კარგად დაიგეგმება. იდეის ავტორების თქმით, ასურეთში მთლიანად აღდგება ძველი არქიტექტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელ სახლებს, მარნებს, ლუთერანულ ეკლესიას. ძველი საბავშვო ბაღის ნაცვლად კი მუზეუმი აშენდება, რომელშიც გერმანელების საქართველოში ცხოვრების ამსახველი მასალა იქნება დაცული. ასურეთის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია ჯერ იდეის დონეზეა, თუმცა ავტორები ამბობენ, რომ ასურეთი ტურისტული კუთხით მომგებიანი პროექტი იქნება. იგეგმება საწარმოებისა და მეურნეობის ძველი სტილით აღდგენაც. ძირითადი პრინციპი არის ის, რომ აქ აღვადგინოთ ის მეურნეობა და ის წარმოებები, რომლებიც შესაძლებელია, რომ სოფელს გქონდეს. ამით ჩვენ გვინდა ეს არ გვინდა იყოს როგორც სიღნაღის პროექტი, სადაც მარტო ფასადური იყო და მხოლოდ ტურიზმზე იყო გათვლილი. არამედ ეს გვინდა უფრო ეკონომიური პროექტიც იყოს. მოხდება გარკვეული წარმოებების ახალი წარმოებების გახსნა. მაგალითად იქნება გერმანულად პეკერა ნიშნავს პურის გადამუშავებას, პურის პუნთუშეულის წარმოებას. თუნდაც ეს რა ვიყოთ, ესაც მნიშვნელოვანია, რამე თუ გერმანია ამ პროდუქციის მიხედვით ძალიან გამოირჩევა. გერმანელი კოლონისტები სოფელში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დასახლდნენ, მაშინ თანამედროვე ასურეთს ელიზაბეტალი ერქვა. სოფელი გერმანელებისგან მეორე მსოფლიო ომის დროს დაიცალა, თუმცა აქ შემორჩენილი არქიტექტურა დღეს საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის ნიმუშად ითვლება.